გამარჯობათ. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ფაზისის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გია კვაშილავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფაზისის აკადემიის მუზათა ტაძრის წარმოშობაზე, მის განვითარებაზე და შემდეგ როგორ ყალიბდება დღეს უკვე ფაზისის აკადემია, რა მიმართულებით ვითარდება, იმიტომ რომ საქართველოში აუცილებელია სწორი მეცნიერული მართვის სისტემის დანერგვა. ეს იმიტომ რომ საქართველო უძველეს პერიოდიდან ყოველთვის იყო მეცნიერების ქვეყანა. განსაკუთრებით ეს ჩანს ფაზისის აკადემიის ისტორიასთან დაკავშირებით. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც დღემდე შემონახულია, ეს არის ფაზისის აკადემია და მისი წლოვანება დღევანდელი წლით განსაზღვრებით 1891 წლისაა. ჩვენ ვიცით უკვე ჩვენი კვლევების თანახმად ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი პიროვნების სახელი, მისი პროფესია და მისი მოღვაწეობა, რომელიც არ იყო ცნობილი არც ერთი ქართველი მეცნიერისთვის. ჩვენ ამ მოსაზრებებს დღეს წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ ქართული მეცნიერება სჭირდება მაღალ დონეზე წარმოჩინება. დღეს ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ სისტემაში ქართული მეცნიერების რაღაც ფორმით დაკნინებას. დაკნინებაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ მეცნიერება ქართული ყოველთვის იყო მაღალ რეიტინგულ სისტემაში მსოფლიო მასშტაბით და ეს განისაზღვრება ძირითადად მეცნიერის რეიტინგი ციტირების ინდექსით. არ უნდა მოვტყუდეთ ჩვენ ისეთი ადამიანების წინაშე, რომლებსაც არ აქვს ციტირების ინდექსი. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს სამეცნიერო ორგანიზაციებს, სამეცნიერო სასწავლო სისტემებს და ეს არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს აუცილებელია გამოსწორდეს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ იმისთვის, რომ ამას მომავალში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დღეს შეიძლება მას ყურადღება არ მიაქციოს იმ პირმა, რომელსაც ეს ევალება, მაგრამ სამომავლოდ ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მდგომარეობას. მე ვერ წარმოვიდგენ ისეთ ქვეყანას, რომელშიც მეცნიერება არ იქნება მაღალ დონეზე წარმოდგენილი, ის ქვეყანა როგორც სახელმწიფო შედგეს. არ დავიჯეროთ ის სიტყვა, რომ საქართველოს არ ჭირდება ფუნდამენტური მიმართულების მეცნიერებები, მაგალითად მათემატიკა და ფიზიკა. რაოდენობრივად ბევრი არა, მაგრამ ხარისხობრივად მცირე რაოდენობით მეცნიერები აუცილებლად საჭიროა, იმიტომ რომ ყოველ სახელმწიფოს ხერხემლად სწორედ მეცნიერებაა. აი თუ თქვენ სურვილი გაქვთ და გადახედავთ ამ მართულებით, შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში ბევრი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საქმიანობა. არიან ქვეყნები, მაგალითად თურქეთი და ყაზახეთი, რომელთაც არ აქვთ საერთოდ დიდი ტრადიცია სამეცნიერო სკოლებისა და ისინი ამხელა საქმიანობას ეწევიან, ფულს ხარჯავენ, რომ მსგავსად ძლიერი ინსტიტუციური სისტემა შექმნან. საქართველოში ამას დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს, იმიტომ რომ მეცნიერება, რომელზეც ჩვენ ახლა დღეს ვისაუბრებთ, სწორედ აქედან იწყება, ფაზისის აკადემიიდან. ბევრმა ეს ვერ გაითავისა თავისი ქვეყნისა ისტორია, თუ ისტორიული წარსულის გათავისება არ იქნება, მომავალსაც ვერ შევძლებთ. და დღეს ჩვენ ვხედავთ ზოგ შემთხვევაში, რომ ამ ტრადიციას ყურადღება არ ექცევა, უფრო ექცევა დღევანდელი მნიშვნელობით, რაც შეიძლება პიროვნებებმა ერთმანეთისგან მოგება მიიღონ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ბევრ ქართველს ეს აღმოაჩნდა, არამედ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გლობალურად, ზოგადი შეხედულებით. მე ბევრ რამეს ვაკვირდები და ვხედავ, რომ რა პრობლემები არის ამ მიმართულებით, თუმცა ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარს გავაგზავნებთ ფაზისის აკადემიის მუზათა ტაძრის შესახებ. ფაზისის აკადემიას აქვს ასეთი ლოზუნგი: სახელმწიფო, მეცნიერება, სარწმუნოება.
სახელმწიფოს გარეშე მეცნიერება არ იარსებობს. მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთზე გადაბულია და მეცნიერებაში შიგნით ჩვენთვის განსაზღვრულობით არის განათლება და ენა. იმიტომ რომ მეცნიერების განაშე განათლება არ არსებობს და მეცნიერება ენის გარეშე არ არსებობს. აქ უპირველესად ქართული ენა უნდა იყოს წარმოდგენილი. რუსთაველი ამბობს ასეთი სიტყვას: ილხენდე მისითა შემეცნებითა. ანუ მეცნიერების თვალსაზრისით არის ეს ნათქვამი. ფაზისის აკადემია ქართული განათლებისა და სულიერების უძველესი კერა საქართველოში ბერძნული და ლათინური წერილობითი წყაროების მიხედვით დაარსებულია ჩვენი კვლევების თანახმად დაახლოებით 154 წელს ფაზისში ახლანდელი ფოთის მახლობლად. 1974 წლის 29 ივნისს ფაზისის აკადემია აღდგენილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საზოგადოებაცოდნისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს დოკუმენტი არსებობს, ინახება საქართველოს მეცნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებაში და ეს დოკუმენტი ჩვენ გვაქვს. 1996 წელს ფაზისის აკადემია ფოთიდან თბილისში გადმოიტანეს. ფაზისის აკადემია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია კოლხეთის რიტორიკული სკოლის, იმავე კოლხეთის აკადემიის სამართალ მემკვიდრედ და ტრადიციების გამგრძელებლად. როგორც გესაუბრეთ, ფაზისის სახალხო აკადემიის სახელით იყო დაარსებული 1974 წელს. ფაზისის აკადემია აქვს თავისი დებულება, რომელზეც ფაქტობრივი მასალა შედგენილია და დამტკიცებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ილია ვეკუას მხარდაჭერით, დამტკიცებულია საქართველოს კულტურის მინისტრის ოთარ თაქთაქიშვილის მიერ, დამტკიცებულია საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის აკადემიკოსი გიორგი ჩიტაიას მხარდაჭერით და დამტკიცებულია საქართველოს საზოგადოებაცოდნის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დამიელე გოგოხიას მხარდაჭერით. ეს დებულება, რომელზეც ჩვენ საუბრობდით ადრეც, უკვე დოკუმენტურად გვაქვს. ფაზისის აკადემიის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდმა უმრავლესობამ და ეს დოკუმენტებში ჩვენ გვაქვს. მაგალითად, აკადემიკოსი პროფესორი ანდრია ფაგიძე პირველად კრებაზე წაიკითხა ვრცელი მოხსენება თემაზე ფაზისის აკადემია, ისტორია და ამოცანები. ეს იყო 1974 წლის 14 დეკემბერი ერთ ხელნაწერში და ნაბეჭდში არის 5 დეკემბერი. ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი კრების მონაწილეები იყვნენ შემდეგი გამოჩენილი ქართველი მეცნიერები: სიმონ ყაუჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, პავლე ინგოროყვა, ეგნატე ფიფია, თეოფანე დავითაია, შოთა ძიძიგური, კონსტანტინე ბარამიძე, ლეონიდე გორგილაძე, მიხეილ დარასელია, ზურაბ ანჩაბაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ლევან ფრუიძე და სხვები. ჩვენ ახლა გავიხსენოთ ფაზისის აკადემიის პრეზიდენტები. პირველი რექტორი ფაზისის აკადემიისა გახდათ გიორგი ჩიტაია. შემდეგ ილია ტაბაღუა, ცოტნე მირცხულავა, ნუგზარ ნადარაია და 2022 წლიდან ფაზისის აკადემიას ხელმძღვანელობ მე. ფაზისის აკადემიის დამაარსებელი, პირველი დამაარსებელი 154 წლის 15 ივლისს უკვე ჩვენი კვლევების თანახმად უკვე ცნობილია, ჩვენ ამაზე სამეცნიერო კვლევა ვაწარმოეთ. რიგი მასალები მოვიპოვეთ ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, ვატიკანის სამეცნიერო დაწესებულებიდან და ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებიდან. გახდათ ეს პიროვნება მარკიონ ფაზისელი. სავარაუდოდ დაიბადა 85 წელს ახალწეთაღრიცხვის და სავარაუდოდ გარდაიცვალა 160 წელს. მარკიონ ფაზისელი მსოფლიოში სახელგანთქმული
კოლხი ფილოსოფოს თეოლოგი იყო. ეს მასალა რომ მარგიონ ფაზისელი არის კოლხი, ეს წერია ლათინურ ტექსტში. ყოველ შემთხვევაში ვინც უნდა იცოდეს, ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. შემდეგში მარგიონ ფაზისელის შესახებ წერს პლატონ იოსელიანი. საქართველოს პატრიარქი წმინდა კირიონ მეორე და მეუფე ანანია ჯაფარიძე. სხვაებიც წერენ ზოგი დისერტაცია შევშედანი, მაგრამ ძირითადად ეს პიროვნებები დავასახელეთ, სადაც ნათქვამია და გამოკვეთილია მარგიონის წარმოშობა. მისი წარმოშობა ცნობილია როგორც ლაზმებრული წარმოშობის საერთო ქართველური სისტემიდან გამოსული ადამიანი, რომელსაც განათლება ჰქონდა, რა თქმა უნდა, ბერძნული პლატონის აკადემია დამთავრებული. პლატონის აკადემიის სწავლული გახდათ ის, როგორც გითხარით, ქრისტიანი პირველი მეცნიერი ქართველი, ყოველ შემთხვევაში ისტორიის თანახმად, იოანე მოციქულის მოწაფე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბრძენი და სათნო კაცი, სწორედ ამ სახელით იხსენიებს ფაზისის აკადემიის ერთ-ერთი სწავლული 354 წელს ახალი წელთაღრიცხვით თემისტიოსი, რომელმაც დაამთავრა ფაზისის აკადემია და მისმა მამამ ევგენიოსმა, ჩვენ ამას დაუბრუნდებით. ბრძენი და სათნო კაცი გახდათ მარგიონ ფაზისელი, წმინდა წერილების რედაქტორი და 115-129 წლებში დაახლოებით ის ხელმძღვანელობდა ფაზის როგორც ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი არის მეთაური. ამ პერიოდში, ანუ უпростоრად 325 წლამდე მსოფლიოში არ არის სახელმწიფოებრივად განსაზღვრული ქრისტიანობა, მაგრამ ქრისტიანული ჯგუფებს ყავდათ მეთაურები. აი ესეთი მეთაური, ანუ მართველი, ასე რომ ვთქვათ, ფაზისში დაბრძანებული იყო მარგიონ ფაზისელი. მისი მამა, რომელიც ცნობილია ორი სახელით, პალმოსი და ფილოლოგუსი, სინოპის ეპისკოპოსი იყო. და ასევე რამდენიმე ეპისკოპოსების მმართველი. ყოველ შემთხვევაში ეს მასალა ცნობილია და ფილოლოგუსის სახელი ცნობილია ახალ აღთქმაში პავლეს ნაწერში. ეს ყველა საკითხი, რომელზეც ჩვენ ახლა გესაუბრებით, ყველაფერი წერილობით არის მოცემული. არ შეიძლება მეცნიერებაში ისეთ საკითხებზე მსჯელობდეს და ზოგიერთი ამბობს თავის შეხედულებებს, რაც არ არის წერილობით ძეგლებში. უპირველესად მეცნიერს მოეთხოვება წერილობითი ძეგლების წარმოდგენა და აი სწორედ მარგიონ ფაზისელთან დაკავშირებით ყოველი მასალა ჩვენ რასაც წარმოგიდგენთ, ეს არის წერილობითი მასალიდან აღებული. ჩვენ არ წარმოგიდგენთ ჩვენეულ ინტერპრეტაციას ამ შემთხვევაში. სხვა პერიოდებში გვაქვს ჩვენი ინტერპრეტაციები მის კვლევასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მომავალში ვისაუბროთ. ფაზისის ეპისკოპოსი, როგორც გითხარით, მარგიონ ფაზისელი გახდათ, რომის პაპობის პრეტენდენტი იყო, უძველესი საერთაშორისო ეკლესიისა და აკადემიის, ყოველ შემთხვევაში აკადემიების, ასე რომ ვთქვათ, სკოლების ლიდერი, რეფორმატორი, ფაზისის აკადემიის მუზათა ტაძრის დამაარსებელი. ჩვენ როგორც ვთქვით, მარგიონი გახდათ მოციქული იოანეს მოწაფე. ეს დადასტურებულია წმინდა ლივინიუსის სახარების მინიატურიდან. გვერდი 197 და აბეშტილია ეს 119-120 წლებში და წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარში თავად მე მაქვს ეს დანახი. დღეს ინახება ქალაქ გენტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბელგიაში და ჩვენ გადავიღეთ ეს სურათი, რომლის ჩვენება ჩვენ შეგვიძლია ახლა. იოანე მოციქულის მეორე გამოსახულება და მარგიონი კერასუსის სახარების მინიატურაზეა 150 გვერდზე მე-11 საუკუნეთა დათარიღებული. ინახება მორგანის ბიბლიოთეკასა და მუზეუმში, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავად ჩვენი მოძიებულია ეს მასალა მარგიონმა პირველმა ყოველ შემთხვევაში წმინდა წერილებს უწოდა ტესტამენტუნ, რაც ლათინურ ენაზე ნიშნავს ანდერს აღთმას. აი ეს დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ ახლა გაჩვენებთ, ეს არის ჩვენ მიერ ჩვენი ექსპედიციის
პერიოდში 10-15 წლის განმავლობაში მოპოვებული დოკუმენტური მასალა. ფაზისის აკადემია აქვს თავისი დიპლომი და ის ასეთი სახითაა საქართველოს ფაზისის აკადემია მას აქვს ასეთი მცირე განმარტება ფაზისის აკადემია ქართული განათლებისა და სულიერების უძველესი კერა საქართველოში ბერძნული ლათინური წერილობით წყარობის მიხედვით დაარსებულია დაახლოებით 154 წელს ფაზისში ახლანდელი ფოთის მახლობლად. აი ეს წერია, შემდეგი ტექსტი არის აქვე 1974 წლის 29 ივნისს ფაზისის აკადემია აღდგენილია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საზოგადოება ცოდნისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. აი ეს წერია კიდევ ამ დოკუმენტში ფაზისის აკადემია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია კოლხეთის რიტორიკული სკოლის იმავე კოლხეთის აკადემიის სამართალმემკვიდრე და ტრადიციების გამგრძელებლად. დიპლომში წერია ფაზისის აკადემიის საერთო კრების ამ წლის ამ რიცხვის გადაწყვეტილებით მაგალითად პიროვნება არჩეულია ფაზისის აკადემიის წევრად. ფაზისის აკადემიის წევრად დებულებაში განსაზღვრულია წევრი. კიდევ ერთხელ განმარტავ ძვირფასო ტელემაყურებლებო სიტყვა აკადემიკოსის გამოყენება იურიდიულად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას თავი წესდებაში აქვს დაწერილი და კიდევ ორ აკადემიას სადაც ეს აქვს აღნიშნული. სხვა შემთხვევაში ამ ტერმინის აკადემიკოსის გამოყენება ეს არის მცდარი და კანონის მიხედვით ალბათ სახელმწიფო დააიწყებს ამის რეგულაციას და ეს უნდა იყოს დაჯარიმებადი შესაბამისად. ყველა ვერ იქნება საქართველოში აკადემიკოსი, ეს არის ფაქტობრივად რომ ვთქვათ, სამარცხვინო სიტუაცია და საქართველოს მეცნიერებათა და განათლების სამინისტრომ ყურადღება მიაქციოს ამ მიმართულებით, თორემ ჩვენ უკვე ვეღარ განვასხვავებთ ვინ არის მაღალი რანგის მეცნიერი და ვინ არის საერთოდ არა მეცნიერი. ფაზისის აკადემიის ეს დიპლომი, რომელიც ჩვენ გაჩვენეთ ეკრანზე, ასევე ტექსტი არის ინგლისურენოვანი, რომელიც განსაზღვრულია თავისი ყველა დეტალით და აქვე არის პრეზიდენტის ხელმოწერის ადგილი და თარიღი. მეორე დოკუმენტი მოყვება, როგორც დიპლომის დანართი, ესე იგი აწერია საქართველოს ფაზისის აკადემია, ფაზისის აკადემიის სწავლულები. აი ეს არის ჩამოწერილი ამ დოკუმენტში. მარგიონ ფაზისელი 85-160 წელი, ან 170 ზოგიერთ წყაროში, კოლხი თეოლოგი ფილოსოფოსი, ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი. შემდეგი წერია ევგენიოსი 354 წლებში ცხოვრობდა პაფლაგონიელი ფილოსოფოსი, ეს დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. წმინდა ბასილ უფროსი ცხოვრობდა 290-350 წლები, პონტოელი იურისტი, ჭერმეტყველების მასწავლებელი. შემდეგ ის გახდა წმინდა. თემისტიოსი ცნობილი პიროვნება 317-388 წლებში ცხოვრობდა, პაფლაგონიელი პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი. ეს იყო ევგენიოსის ვაჟიშვილი. როგორც ისტორიიდან ვიცით, 6 ბიზანტიის იმპერატორის მრჩეველი და კონსტანტინოპოლის პრეფექტი, სენატორი. შემდეგ წერია მასალა, ყოველ შემთხვევაში ქართველი მეცნიერების კვლევების მიხედვით, ბევრი მეცნიერია ქართველი ამ მხრივ დამუშევარი და აი სწორედ მათი კვლევების თანახმად ბაკურ იბერიელი მე-4-მე-5 საუკუნეებში ხედამთავარი ფილოსოფოსი, ჭერმეტყველების მასწავლებელი. ივანე ლაზი მე-5 საუკუნე თეოლოგი ფილოსოფოსი. პეტრე იბერი 411-491 წლებში თეოლოგი ფილოსოფოსი. გუბას მეორე ეგრისის მეფე 540-554 წლები. ფარტაძე მე-6 საუკუნე კოლხი პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი. აიეტი მე-6 საუკუნე კოლხი პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი. წმინდა ფრანცისკე ასიზელი
1191-დან 1226 წელი იტალიელი ბერი. აი ამაზე წერს სწორედ უცხოელი ფილოსოფოსი, გერმანელი ფილოსოფოსი რუდოლფ შტაინერი, რომ წმინდა ფრანცისკოს ასიზელი სწავლობდა კოლხეთში. ფაზისის აკადემიის დაფუძნებელთა კრების მონაწილეები. ანუ ფაზისის აკადემიის დაფუძნებელი კრების მონაწილეები გახლავთ აკადემიკოსი ილია ვეგუა, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია, აკადემიკოსი სიმონ ყაუჩიშვილი, აკადემიკოსი შალვა მირანაშვილი, აკადემიკოსი ეგნატე ფიფია, აკადემიკოსი თეოფანე დავითაია, აკადემიკოსი შოთა ძიძიგური, აკადემიკოსი ლეონიდ გორგილაძე, აკადემიის წევრ კორესპონდენტი მაშინ და შემდეგ აკადემიკოსი ანდრია ფაგიძე, აკადემიის წევრ კორესპონდენტი კონსტანტინე ბარამიძე, პროფესორი ოთარ თაქთაქიშვილი, პროფესორი დამიანე გოგოხია, პროფესორი ილია ტაბაღუა, პროფესორი მიხეილ ჩიქოვანი, პროფესორი თეიმურაზ მიქელაძე, პროფესორი ვახტანგ კალანდარიშვილი, პროფესორი ლევან მენაბდე, პროფესორი ოთარ ბაკურაძე, პროფესორი ცოდნე მირცხულავა შემდეგში გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. ეს მონაცემები 1974 წლის 29 ივნისის მიხედვით და ხელმძღვანელობდა ფაზისის აკადემიას ცოდნე მირცხულავა როგორც პრეზიდენტი. შემდეგ ამ სამონათვალში არის პროფესორი ალექსანდრე მოწერელია, პროფესორი პოლიკარპე ზერაგია, პროფესორი ზურა ბანჯაბალიძე, პროფესორი მარიამ ლორთქიპანიძე, შემდეგში გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, დოცენტი ლევან ფრუიძე, პავლე ინგოროყა და სხვები. ფაქტობრივად ბევრი იყო ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი კრების მონაწილეები. ფაზისის აკადემიას აქვს თავისი გერბი, გერბზე წერია ასეთი, რამ ფაზისის აკადემიას საქართველო მისი ლოზუნგია უფალი ჩემი სინათლეა. აქ არის წარმოდგენილი გერბზე ორი წელი, ეს არის პირველი წელი 154 წელი, რომელიც არის მარგენ ფაზისელის მიერ ფაზისის აკადემიის დაარსება, ხოლო 1974 წელს აკადემიკოსი ილია ვეკუას, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით დაარსებული აღდგენილი ფაზისის აკადემია. არის ასეთი ციტატა ბიბლიაში, ფსალმუნებში. უგალობდით ღმერთსა ჩვენსა უგალობდით. უგალობდით მეუფესა ჩვენსა უგალობდით, რამე თუ მეუფეას ყოვლისა ქვეყნისა ღმერთი უგალობდით მას მეცნიერებით. აი ეს ხაზგასმა ნიშნულოვანი ფსალმუნში. ეს არის 26 თავის პირველი მუხლი, 46 თავის მე-7 და მე-8 მუხლში წერია. რაც ჩვენ ავიღეთ გერბში. და ეს გვიწერია ჩვენ. უფალი ჩემი სინათლეა. და მას აქვს გაგრძელება. ესე იგი უფალი ჩემი სინათლე და ხსნა. უფალი ჩემი სიცოცხლის ბურჯია. აი ეს არის ფაზისის აკადემიის მნიშვნელოვანი საძირკველი, რომელზეც ჩვენ ვართ უკვე აწყობილი, ასე რომ ვთქვათ, სისტემურად მომუშავე, რომელსაც აქვს უმთავრესად განსაზღვრული მაღალ კვალიფიციური სამეცნიერო ორგანიზაციით, რომ გარდაიქმნას. ფაზისის აკადემიას ყოველ შემთხვევაში აქვს ასეთი გამოთქმა კიდევ ენა ღვთის საჩუქარია. ფაზისის აკადემიაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტების ხელმძღვანელებს ჩვენ შემდეგში წარმოვადგენთ და ისინი იტყვიან თავიანთ ინსტიტუტების მიმართულებით მუშაობა, როგორ მიმდინარეობს, ანგარიშს წარმოგვიდგენენ ტელევიზიის საშუალებით. ჩვენ ეს ამას გეგმავთ. ფაქტობრივად ფაზისის აკადემიაში 9 სამეცნიერო ინსტიტუტია. აქედან ამჟამად მოქმედებს 8. 9 ჩვენ ავიღეთ, რადგანაც ფაზისის აკადემია იწოდება მუზათა ტაძრად, 9 მუზის თვალსაზრისით, თუმცა მუზები, რომელშიც მათ ფუნქციები აქვს განსაზღვრული, თანხმედრაში არ არის ამ
ჩვენს ინსტიტუტების დასახელებაში, თუმცა სწორედ განსაზღვრულობა აქედან გვაქვს აღებული. ფაზის აკადემია ყოველი თვის ბოლო პარასკევს მართავს სამეცნიერო სესიებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. განსაკუთრებით ჩვენ ჩავატარეთ პირველ რიგში ვატარებდით სამეცნიერო სესიებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შემდეგ გავაგრძელებთ ეროვნულ მუზეუმში და ამჟამად ჩვენ ძალიან დიდი მადლიერებით უნდა ვთქვათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართ ბატონი დავით გურგენიძეს, აკადემიკოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს, ფაზისის აკადემიის წევრს, რომელმაც ჩვენთან თანამშრომლობით ფაზისის აკადემია სამეცნიერო სესიების გამართვას ხარი დაუჭირა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენ გავაგრძელებთ გასვლით ღონისძიებებს, ჩავატარებთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ეს იგეგმება. ფაზის აკადემია მუშაობს ინტერდისციპლინარული მეცნიერული კვლევა-ძიებების მიმართულებით და უმდიდესი არქეოლოგიური არტეფაქტების და უმნიშვნელოვანესი წერილობით ძეგლების კვლევებზე, ხელნაწერებისა და ნაბეჭდი ორიგინალი წიგნების, საარქივო მასალებისა და შემდეგ ჩვენ ბევრ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ტექნიკური, როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობთ. ფაზისის აკადემიაში ისწავლებოდა შემდეგი მიმართულებები. ეს იყო რიტორიკა, ჭერმეტყველება, ფილოსოფია, მათემატიკა, ასტრონომია, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთმანეთთან იმდენად იყო დაკავშირებული, რომ შერწყმული როგორც ხელოვნება, აი ესეთი კუთხით. აი სწორედ იმიტომ იწოდება მუზათა ტაძრად და ფაზის აკადემიას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მაშინდელ მსოფლიოში. ფაქტობრივად პლატონის აკადემიისა და არისტოტელეს ლიცეუმის შემდეგ ფაზისის აკადემიას დიდი სახელი ჰქონდა მსოფლიოში. აი ეს სამი აკადემია, ანუ ფაზისის აკადემია, სწორედ პლატონის აკადემიისა და არისტოტელეს ლიცეუმის დარი ორგანიზაცია იყო. ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. ფაზის აკადემია იქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის ორგანიზაციად და ამიტომ ქართულ მეცნიერებაში ჩვენ მოქმედებს ორი გზით, სწორი სამეცნიერო პოლიტიკით, მეცნიერების მართვის სწორი სისტემით, რომელიც ჩვენ უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული გვაქვს, მეცნიერების მართვა ძალიან რთულია. ამას სჭირდება სწორედ ის სპეციალისტი, ვინც უშუალოდ მეცნიერებაში არის ღრმად გათვითცნობიერებული. ჩვენ არ გულისხმობთ იმ ადამიანს, რომელსაც დისერტაცია აქვს დაცული და შემდეგში არ დაუწერია სამეცნიერო ნაშრომები და არ უკვლევია წერილობითი ძეგლები, არ შესულა ხელნაწერთა ინსტიტუტში, არ უნახავს ბიბლიოთეკები ძველი, არ არის ეს მეცნიერი. მას არ გამომუშავდება ის თვისებები, რაც კვლევას სჭირდება. სწორედ აი ესეთი ტიპის მაღალი რანგის ორგანიზაცია უნდა იქცეს ფაზის აკადემია და ჩვენ ეს მოცემულობა უკვე გვაქვს. 3 წლის განმავლობაში 2022 წლიდან დღემდე ფაზის აკადემიამ რეფორმა განახორციელა მიმართულებით და ჩვენ საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოვაჩინეთ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ ფაზის აკადემია მართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს და განსაკუთრებით მინდა დავასახელო 3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ფაზისის აკადემიის სახელით ტარდება. ამ შემთხვევაში ჩვენ მესამეზე ვსაუბრობთ. ეს ეძღვნება გიორგი ჩიტაიას 135 წლის თავს. 29 მომხსენებელია უკვე ფაზის აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე. ეს ძირითადად არის ტექნიკური, რა თქმა უნდა,
ჰუმანიტარული არქეოლოგიის, კონკრეტულად არქეოლოგია არის კიდე საბოლოო ახალგაზრდები ჩართულები არიან ამ კონფერენციაში და საერთაშორისო რანგის მეცნიერები, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები არიან ჩართული. ამ ხრივ ჩვენ ძალიან მადლიერებით მინდა გამოვხატოთ, რომ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ფაზისის აკადემიის 1750 წელს და წლებიდან ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში და მის რექტორს, მის ხელმძღვანელობას ყველას დიდ მადლობას ვეუბნები. ფაზისის აკადემიის ლოზუნგით მინდა დავასრულოთ ეს სიტყვა. ფაზისის აკადემიის ლოზუნგია სახელმწიფო, მეცნიერება, სარწმუნოება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი, გავაგრძელოთ შემდეგ გადაცემაში. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.